ხშირად ფეხბურთი ისეთივე მოულოდნელობებით არის სავსე, როგორც კლასიკურ რომანებში უბრალო პერსონაჟის აღზევება. ერთხელ ესპანეთის ჩრდილოეთ ზღვისპირა ქალაქმა დეპორტივო ლა კორუნიამ 1999-2000 წლების სეზონში შეძლო დიდი კლუბების დამარცხება და ლა ლიგის თასის მოგებაც. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გუნდის სათავეში ხოსე კორალის ნაცვლად ხავიერ ირურეტა დაინიშნა. ესპანეთის სპეციალისტი აქამდე სელტაში მუშაობდა და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდა, რადგან ლა ლიგაში მე-6 ადგილზე გაიყვანა კლუბი. მას შემდეგ დეპორტივოში გადაბარგდა და ცვლილებებსაც მალევე შეუდგა. დაემატა ფეხბურთელები, რომელიც ფორმაციაში ჭირდებოდა. როი მაკაი და ვიქტორ სანჩესი. ეს ორი ფეხბურთელი მთლიანად 16 მილიონი евро დაჯდა. ისინი იქცნენ მნიშვნელოვან მოთამაშეებად გუნდში. მაკაი 22 თამაშში 36 გოლიც გაიტანა. მათ გარდა 10-იანის პოზიციაზე მოქმედებდა ჯალამინია. საყრდენი ნახევარმცველები კი მაურო სილვა და კონსეისაო იყვნენ. ფლანგის უკანა ხაზს მანუელ პაბლო და ერიკ რომერო ამაგრებდნენ. წარმატების მთავარი არქიტექტორი მწვრთნელი ხავიერ ირურეტა იყო. იგი ფორმაციად 4-2-3-1-ს იყენებდა. გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე როი მაკაი იდგა. ტაქტიკა კარგად მუშაობდა, კლუბი თამაშობდა პრაგმატულ, ზუსტ და ეფექტურ ფეხბურთს. ეს შედეგებშიც კარგად აისახებოდა. ლა ლიგის მეათე ტურში მოულოდნელად დაამარცხეს ბარსელონა, ანგარიშით 2-1. იქ თავის გამოჩენა როი მაკაიმ შეძლო. პირველ 15 წუთში მოახერხა 2 გოლის გატანა, ხოლო ბარსელონამ ამ გოლს 66 წუთზე უპასუხა. გარდა ამისა, მადრიდის რეალი 5-2 გაანადგურეს. იქაც როი მაკაი მოახერხა 2 გოლის გატანა. ასევე ჯალმინიამ სასწაული თამაში ჩაატანა. იგი ოსტატურად მართავდა თამაშს. მათ მოუგეს ატლეტიკოსაც, ანგარიშით 4-1. როი მაკაიმ აქაც გაიბრწყინა. კვლავ დუბლი გაიტანა, ხოლო ჯალმინიამ დაამტკიცა თავისი შემოქმედებითი ძალა. დამარცხებულ გუნდებს შორის იყო ასევე სევილიაც. განაცხადი უკვე აშკარა იყო. დეპორტივო დიდი ამბიციებით მიიწევდა ლა ლიგის სათავეში, სანატრელი ტიტულისკენ. მთელი სეზონის განმავლობაში მთავარი მოწინააღმდეგეები ბარსელონა და ვალენსია იყვნენ, თუმცა ორივემ გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2000 წლის 19 მაისი იყო. ბოლო ტურში, როცა დეპორტივოს ესპანიოლი ესტუმრა, გუნდს მხოლოდ ფრეს ჭირდებოდა ჩემპიონობისთვის. ანგარიში მალევე გაიხსნა. დონატომ მესამე წუთზე ჩაწოდებული კუთხური გამოიყენა. მაკაი მეორეც დაამატა და პირველად ისტორიაში დეპორტივო 69 ქულით ლა ლიგის ჩემპიონი გახდა. დეპორტივო ლა კორუნიას ჩემპიონობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გუნდმა ერთიანობით, სწორი ტაქტიკითა და იდეით დაამარცხოს ფავორიტები. ეს იყო ზღაპარი, სადაც გმირებმა შეძლეს გოლიათების დამარცხება და ოქროს თასის მაღლა აწევა. როგორც წესი, მომდევნო სეზონში ასეთი კლუბები რეგრესს განიცდიან და იშლებიან, თუმცა დეპორტივოს ისტორია გაგრძელდა. ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა, ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, ხოლო შეტევაში დიეგო ტრისტანი დაიმატეს მალიორკადან, ასევე სერხიო გონსალესი, ნახევარმცველი ესპანიოლიდან. 2001 წელი იყო პირველი გამოცდა გუნდისთვის. ჩემპიონობის შემდეგ ირურეტამ კლუბი სტაბილურად შეინარჩუნა. ლა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ მოიგეს ესპანეთის სუპერთასი, სადაც ესპანიოლი დაამარცხეს ფინალში, ანგარიშით 2-0. როი მაკაი მაგას გაიტანა, ასევე შეაგდო ვიქტორ სანჩესმა. დეპორტივოს გამოსვლა ევროპის დიდ სცენაზე სენსაციური გამოდგა. ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხეს ისეთი მეტოქეები, როგორიც არის მილანი, პესეჟი, გალათასარაი, თუმცა მეოთხედ ფინალში ლიდსმა 2 მატჩიან დუელში მოახერხა ესპანური გუნდის დამარცხება. მიუხედავად ამისა, დეპორტივო მომდევნო სეზონშიც გააგრძელა ტიტულების მოპოვება. ამჯერად კოპა დელ რეის ტიტულის მოგება მადრიდის რეალის წინააღმდეგ 2-1. მატჩი გოლების გატანა სერხიო გონსალესმა და ტრისტანმა მოახერხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის დღეს იყო რეალის 100 წლის იუბილე. დეპორტივომ კი ზეიმის საშუალება არ მისცა გულშემატკივრებს. ერთმარცხი რეალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირცხვილად რჩება. რაც შეეხება ლა ლიგას, იქ მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ღირსეულად გამოვიდნენ. გავიდნენ ჯგუფური ეტაპის ფაზიდან, მაგრამ მანჩესტერმა მერვედფინალში დაამარცხა ისინი. ასე გრძელდებოდა დეპორტივოს ისტორია. 2003 წელს კვლავ მოიგეს ესპანეთის სუპერთასი. მაკაი გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, თუმცა ზაფხულში ბაიერნში წავიდა. ამ დროის განმავლობაში დეპორტივომ ძალიან ბევრი გულშემატკივარიც შეიძინა. გუნდი განაგრძობდა წინსვლა სტაბილურად, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი 2004 წლის სეზონი იყო. დეპორტივომ სენსაციურად მეოთხედფინალამდე მიაღწია ჩემპიონთა ლიგაზე. ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო მერვედფინალში გამოაგდეს იუვენტუსი. საერთო ჯამში 2-0. გამორჩეული მატჩი იყო მილანთან, როცა პირველი თამაში დეპორტივო 4-1 დამარცხდა სან-სიროზე, თითქოს შანსი ფაქტობრივად აღარ იყო, მაგრამ განმეორებით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კამბექის შემოქმედებიც გახდნენ. ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს პორტომ გამოაგდო და მანვე მოიგო ტურნირი. ამ სეზონის შემდეგ იწყება დეპორტივოს დაღმასვლა.
2004 წლის შემდეგ ვალების საგრძნობლად გაიზარდა და ახალი ვარსკვლავების მოყვანა აღარ იყო შესაძლებელი. ჩემპიონობისა და დიდი წარმატების მონაწილე ვეტერანები ასაკში შედიოდნენ. მაკაის გაყიდვის შემდეგ შეტევა დასუსტდა. ხავიერ ირურეტა გუნდს 2005 წელს დაემშვიდობა. ამის შემდეგ დეპორტივოს საშუალო დონის გუნდად იქცა. ასე დასრულდა მათი 4 სეზონიანი მოგზაურობა, რომელიც დღემდე ყველას ახსოვს.